მე გამწარებული დედა ვარ. გამწარებული 28 წლის, სრდილი, თავაზიანი, კეთილშობილი. ტვინით გამოტენილი, შვილი, აი აქ მყავს. მაგრამ ვარ ამაყი. როგორად საუნა გაგიკვირდეთ ვარ ამაყი. 28 წლის ექიმი და მასწავლებელი გიგა ავალიანი 23 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ექიმის სიცოცხლე, რომლის მიზანით საზღვარგარეთ რეზიდენტურის გაგრძელება იყო, მოზარდების სისასტიკეს ემსხვერპლა. დაკუაში მიღებულ განათლებას იყენებდა იმისთვის, რომ ფული შეეგროვებინა და სწავლა გააგრძელებინა სამედიცინო მიმართულებით ამერიკაში. ყველებმა გიგა ავალიანი მოუკლეს საქართველოს. როგორც გიგა ავალიანის დედა იხსენებს, ბრალდებული არასრულწლოვნები მან შენიშნა, როდესაც მის შვილს უთვალთვალებდნენ და ამის შესახებ შვილსაც შეატყობინა. გარეთ რომ გამოვდიოდი, უცხობიჭები შეგვიშინე კარის დაკეტვის დროს. და როცა გიგას უთხარი, გიგა მითხრა, კარგი რა დედი, ვიღაცების ხედან ახალგაზრდები ყველას უარი იცნობ. ხო, მე შევამჩნიე მანამდე, ვერ გეტყვით ოღონდ ეს წინა დღით იყო იმის წინ, მანამდე არ ვიცი, მაგრამ მე შევამჩნიე და მე გავიგე რომ თურმე ჩვენ გვითვალთვალებდნენ და ის ბიჭები ვინც შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილ. 1 ოქტომბერს გიგა ავალიანი შენობიდან, სადაც მოსწავლეებს ამზადებდა, ღამის 10 საათისთვის გავიდა. სწორედ ამ დროს მოზარდები, რომლებიც სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, უკან აედევნენ. ორმა არასრულწლოვანმა სადარბაზოსთან მისული ავალიანი გააჩერა, სავარაუდოდ გამოელაპარაკა და მალევე ერთ-ერთმა სახეში დაარტყა. ოჯახი ამბობს, რომ ის სასტიკად ნაცემი იყო. საქმესთან ერთვის ვიდეო მასალაც, რომელსაც ფიზიკური ანგარიშ სწორებისას იქ მყოფი მეორე არასრულწლოვანი მობილურით იღებდა. მე სახლში მისვლა იმ დღეს ცოტა დამაგვიან და რაღაც საქმეც მქონდა და იქაც გავედი. სახლში მივედი, როცა 12 საკვირა 12 წუთი. დავურეკე გიგას სახლში რომ არ დამხვდა და მიპასუხეს კლინიკიდან. ამით გავიგე მე რომ გიგა იყო კლინიკაში. გიგა კლინიკაში რომ მიიყვანეს, ისინი წუთში ვიცოდით რომ ვერ გადარჩებოდა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში იქნებოდა ვეგეტატიური მდგომარეობით, ანუ სცენარისაუბრ. გიგა აცოცხლა, უბრალოდ ჩვენი იმედი, აცოცხლა სოსო ყარსელიშვილი და მისმა გუნდმა. სიცოცხლის გადასარჩენად თითქმის ერთთვიანი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. გიგა ავალიანი იმ სახლიდან გამოასვენეს, რომელშიც ის საკუთარი მიზნების მისაღწევად მოსწავლეებს ამზადებდა. ოჯახის მწუხარება გაიზიარეს ახალგაზრდა ექიმის მეგობრებმა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. მესტიდა ავალიანები ჩამოვიდნენ და ჩემშვილს სვანურად მიაგეს წესი. სვანურად დაიტერეს. ჩაიკრეს. და ბოდიში მოუხატეს, რომ მანამდე არ იცნობდნენ. ძალადობის მოტივად პროკურატურა ბრალდებული არასრულწლოვნების მეგობარ გოგოსთან კომუნიკაციას ასახელებს. ირკვევა, რომ ასევე არასრულწლოვანმა გოგომ მეგობარი ბიჭი მასწავლებელთან ამ მიმოწერით სავარაუდო დაეჭვიანა. ივერდის სახლში, რომელი გირჩევნია, ხვალ რომ მოხვიდე პირველზე თუ ზეგ, თუ ხვალ-მოხვალ ნომრების დაწერა არ გინდა, ახლა უკვე გვიანია და დამღლელი იქნება. ეს კვირა ვერ გავაცდენ სკოლას. ოკ. მეგონა პირიქით გინდოდა, ახლა რომ მოგვესწრო. გამარჯობა, როგორ ხარ? ხვალ გეომეტრია გვაქვს თუ ალგებრა? კარგად, შენ როგორ ხარ? ზოგადი ცხრილი არაა ხვალ. ორშაბათი პარასკევი კვირა გვაქვს. პარასკევს გეომეტრია გვაქვს, თუმცა ხვალ დამატებით ჩავატარებთ, მანამდე რომ გაცდა. მაშინ სახლში რომ მივალ გეტყვი, რომელი ჩავატაროთ. ანუ ხვალ გინდა, რომ 13 საათზე მოხვიდე. სკოლის გაცდენა მოგიწევს. ხვალ ვერ გავაცდენ, დღეს ცუდად ვიყავი და ისედაც გავაცდინე. ანუ გეომეტრია გვექნება. კი, პარასკევს გვექნება გეომეტრია. როგორ ხარ? დღეს ალგებრა გვაქვს ხომ? კარგად, შენ როგორ ხარ? კი, ალგებრა გვაქვს. შესწორება. ახლა ვნახე, გეომეტრიაა თურმე, არ დამცინო. არა. როდის გაგიხარდება, აღდგენა რომ ჩავატაროთ. და შენ შემთხვევით ხომ არ გცალია სამშაბათი 16:30-ზე, ხუთშაბათი 16:30-ზე, კვირა ამ დროებში. ერთ-ერთი მე-11 დროში იჭედება და ჯგუფები რომ შევცვალოთ. აუ არა, ცეკვა მაქვს, არ მცალია ამ დღეებში. კარგი. როგორ ხარ? ძალიან ცუდად ვარ, დღეს ვერ მოვალ. მე აქამდე ვიყავი კარგად, ახლა ვეღარ, რა გჭირს? სიცხე მაქვს. სიცხის გამო არ მოდიხარ ჩემთან? თუ ძალიან ცუდად არ ხარ, მოდი, გამიხარდება.
პოსტსკრიპტუმ დავალებას არ აუშავს. ვერა, დღეს სკოლაშიც ვერ წავედი ისე ვარ. კარგი. როგორ ხარ? დღეს ალგებრა გვაქვს თუ გეომეტრია? კარგად, შენ როგორ ხარ? გეომეტრია. როცა პოლიცია ჩემთან მოვიდა და მოსწავლეების სახელი და გვარები მთხოვა, კინაღამ გავგიჟდი. რას ამბობთ, მოთხე რა მოსწავლეები? თქვენ შესაძლოა ეს საქმე საერთოდ ვერ გამოიძიოთ. განაერთი და ორი საქმე დარჩენილა გამოუძიებელი და მე ეს ხალხი მიდგას გვერდით მეთქი. როცა სისხლი მოვითხოვეთ, უწყვეტ ნაგადად ბილიკი იყო გაკეთებული. ის ორი დღე სულ ჩვენი მშობლები და ჩვენი მოსწავლეები მოდიოდნენ. ჩვენი მასწავლებლები მოდიოდნენ. ამიტომ მე არ მივეცი არც ერთი მოსწავლის სახელი და გვარი. რას წარმოვიდგენდი, ჩემს სახლში შემოსული ადამიანი თუ მკვლელი იყო. პროკურატურამ ორივე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა 2008 წელს დაბადებულ მოზარდს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2007 წელს დაბადებულს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ დროული რეაგირება მოახდინა, ოჯახის მოთხოვნაა, რომ გამოძიება საქმეში ჩართული არასრულწლოვანი გოგონათიც დაინტერესდეს. მაშინ როცა ჩვენ ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძოდით, პოლიცია საქმის გახსნისთვის იბრძოდა და შეუძლებელი შეძლეს. ავალიანის ოჯახის ადვოკატის თქმით, დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობა არასრულწლოვანმა გოგომ მიიღო. დარეჯან სულუაშვილის განცხადებით, სწორედ ამ არასრულწლოვანმა მიაწოდა ბრალდებულებს გიგა ავალიანის მისამართი და ანახა ფოტოები, რომლითაც მის ამოცნობას შეძლებდნენ. დანაშაული მოხდა 1 ოქტომბერს, თუმცა დანაშაული ჩაიფიქრეს გაცილებით ადრე. ჩაიფიქრა ამ დანაშაულში მონაწილე გოგონამ, რომელიც ჯერჯერობით არ არის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. ჯერჯერობით ბრალდებულთა წრე, აი ამ ორი ადამიანი შემოიფარგლება, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ გიგა ავალიანის სიკვდილში გაცილებით მეტ ადამიანს მიუძღვის წვლილი. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფური ანგარიშწორება გიგა ავალიანზე. საქმის მასალებში დევს არასრულწლოვანი გოგონას ჩვენებაც ის ორჯერ გამოიკითხა, უცნობია დაიწყება თუ არა მის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ექიმის სიკვდილამდე მიყვანა, რომელიც რეპეტიტორად მუშაობდა წინასწარ დაიგეგმა და მას თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრეც უთვალთვალებდნენ.